სიგიჟე კვირა იყო, საოცრება. დააკავეს ყველა და ყველა რუსთაველის გადაკეთვაზე. დააკავეს ათობით ადამიანი, ექიმი, პოეტი, მწერალი, რეჟისორი. რუსთაველის პროტესტს მოწყვეტეს უამრავი ადამიანი და მერე საზეიმოდ გამოაცხადეს პროტესტის 300 ადამიანს დღეს რუსთაველი აღარ გადაიკეთა. აღუ. ანუ ლამის 1 წლის წინ 100,000 ადამიანი გამოვიდა აქციაზე. 7 დღე ლამის არბიეს ვაწამეთ, 60 მეტი სისხლი დავაკავეთ, ტუშკები უგზიეთ, დავაშინეთ, გავაქციეთ, ვაჯარიმეთ 10,000 ლარით და ბოლოს ადმინისტრაციული დაკავებები დავიწყეთ. და რუსთაველი აღარ გადაიკეთა, რა მაგრები ვარ დოლბლი მომწმინდეთ ვინმე. რუსთაველის გამზირის გადაკეთვისთვის დააკავეს რეჟისორი გიორგი ლიფონავა, რომელსაც ჩემი ცოლის დაქალები აქვს გადაღებული. ხალხი აღშფოთა, ამდენი მსახიობი გადაიღო სერიაში და ხმას ატო არავინ იღებსო. როგორც გაირკვა, გიორგი ლიფონავას არ გადაუღია ჩემი ცოლის დაქალები, იმენა რამდენიმე ოპერატორი იღებდა. და მსახიობები ჩუმად არიან შესაბამისად. ასევე გადაკეთვის გამო დააკავეს წიგნების თაროს ერთ-ერთი გამარჯვებული ნეკა ნათელაშვილი. ნახოთ ვიდეო. ის ომსხუდებით ლიოსას წიგნის საფუძველი. სწორი კობოაბეს გამყინვარების მეოთხე სტადია. სწორი რაინეს დაიწერა ვეფხისტყაოსანი. სწორი ბულგაკოთარ არსება ბეჰემოთი. ციკატა. სწორი უისლექსი ასეთი დარი თუ იყო მაშინ. ანაკონდაზე. სწორი ჯოან როულინგის ჰარი პოტერი და სიკვდილის სამწუხარები. სწორია. ასე სწრაფად კითხავს ქოცი მარტო დაკითხვაზე პასუხობს და ისიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ეს გოგონა გვიზის ციხეში და ლალი მოროშკინა გვაზის თავზე. გზის გადაკეთვისთვის დააკავეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც, რომელსაც დაკავებისას პოლიციელმა ექიმი დედა შეაგინა. გეტყოდით ამ შეურაცხყოფას როგორ იტანთ ექიმები მეთქი, მაგრამ სადაც იმ ხელფასებს და პირობებს იტანთ მთელი ცხოვრება დედის გინება მაგასთან ციური გალობაა. ასევე დააკავეს საზმაოს ყოფილი ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ამჟამინდელი ბორდის წევრი ლიკა ბასილაია შავგულიძე. არ ვიცი, ეთყობა საზმაოზე სამუშაოდ ორ გვარს გთხოვენ, ანუ სიგიჟია. ძალიან შერეულ გზომებს იწვევს ვასკა ივანოვ-ჩიქოვანის სახელი და გვარი. ივანოვ-ჩიქოვანი ესეთია და მე ვასკა. გამარჯობათ ივანოვ-ჩიქოვანი, ვასკა. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად გაიტაცეს მისი მეუღლეც და რადგან წყვილს 3 მცირეწლოვანი შვილი ყავს, მეუღლე გამოუშვეს ჯარიმით. ბავშვებთან წაბრძანით ქალბატონო ოღონდ უკაპიკოთ. თან პოლიცია ამბობს, რომ ეს ხალხი რუსთაველის გამზირიდან ავიყვანეთო. არა და 1-2 კაცი პაპუაშვილის სკამიდან მოხსნეს. თან უცნაური ისაა, რომ სასამართლო ყველა სხვადასხვა დროს უჯიდა 3 დღე, 6 დღე, 14 დღე. ზოგს სიტყვიერი გაფრთხილება, ანუ ეს რა არის? ზოგმა ძალიან გადაკეტა, იმენა გაიჭიმა და 2 მანქანა გადაკეტა, ზოგმა გედების თვით გაიარა ზემოდან. და იმდენად არ შეუშლია ხელი. დააკავეს ასევე ფორმულა ჟურნალისტები ვახოსანია და ქეთა ციცქიშვილი. ესენი სილამაზის მიხედვით ჩამოთვალე. ვახო და ქეთა უკვე გარეთ არიან, რის გამო ძალიან გაბრაზდნენ სოფელ ქვემოთ ჩანარეცხების ოროსანი ყლიყოები. დააკავეს პარტია ფედერალისტების წევრებიც, მაგრამ მაგ პარტიის წევრებზე ვერ ვიხმარებ, ძალიან მეშინია გიგა ბოკერიას ფეთქებადი ხასიათის. პოლიცია ასევე აქტიურად აჩერებდა და ხალხს თავისუფლების კაცი ვიხდი ხო? ძალიან მეშინია გიგა პოლიცია ასევე აქტიურად აჩერებდა ხალხს თავისუფლების მეტროსთან და რუქავდნენ პირბადეებს, როგორც სამხილს. რაც ევალება ზოგადად პოლიციელს, მუნდირს, ღირსებას და მეორე დღეს ამ ხალხს აკავებდნენ და სასამართლოზე გადაყავდათ. ეს ყველაფერი დაგესიზმროს ადამიანს დილით იყო ესრაყლეობა და მესიზმრაო, მაგრამ არა, ნაღდია. სისხლის სამართლით პროპაგანდისტული ტელევიზიების ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის გამო საქმე აღუძრეს 7 ადამიანს. როგორც ირკვევა, ამ 7 ადამიანის გამო იმედი, საზმაო და რუსთავი 2 დაახლოებით ჯამურად 2 საათი და 16 წუთი ვეღარ აყლებდა მაყურებელს. შემწყნარებელი გამოდგა სასამართლო და ყველა არასაპატიმრო გირაოთი გაათავისუფლა. ისეთივე შემწყნარებელი გამოდგა, როგორც პოლიცია გამოდგა გურამ როგავას და მაგა ჩიხლაძის თავდამსხმელებს. მოკლედ არ დააკავეს ეს 7 ადამიანი და დიახ, ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლის სახში უპოვეს 6 მილიონი დოლარი ქეშად, ჩეჩქად, მაყუთად, რა ვიცი როგორც გინდათ. მის ბინაში პოვეს იმდენი ძვირადღირებული საათი, რომ შვეიცარიის საკონსულო გაიხსნება მან ჩვეულებრივად. რა არის ეს მაჯის საათების შეგროვება კიდე რა? შეაგროვე კედლის საათები ვინ შეამჩნევს? ისე ხომ მაგარი იქნება და 40 კედლის საათი რო ამოიღოთ 200 ლარის. ბატონ ირაკლის 8 წელი უძარცვია ეს ქვეყანა და მილიონი ლარის გირაო შეუფარდეს. მილიონი გირაო. მილიონი ლარის გირაო მილიონად ყველა ბინას იგირავებ თემქაზე. და ამას სასამართლოში უნდა მიიტანოს. მე ირაკლის პატიმრობა არ მინდა, პატიმარი მყავს ოჯახში და არც ხოს უსურვებ. უბრალოდ ყველაფერი ცუდის კეთებისთვის გამჩენი მინდა მოეთყნას, რას ვითხოვ ისეც. აი ეს დავიკიდოთ. შემდეგ გასაკვირად ხალხი თურმე დათო ლიკლიკაძეს თხოვს ხმამაღლა დააფიქსიროს სოლიდარობა პროტესტის ხალხის მიმართ. და რატო თხოვთ ასე დაჟინებით არ ვიცი. ანუ დათო ლიკლიკაძე მართლა რა ჟუაშია. ომში ვართ, გვარდიად ჩამოვყალიბდით. წარმოგიდგენიათ უკრაინაში სანგარში ჩაწოლილი კბილებამდე დაბრუნილი და იარაღასხმული ქართველი რუსებს როჟლეს და უცებ გაჩერეს და დათო ლიკლიკაძე რატო არ გიდგას ძმა გვერდით. სირცხვილია. დაანებეთ დათოს თავი. დათოს ეგეთი ნიჭი აქვს, ატომური ბომბის აფეთქებას არ შეიმჩნევდა ნაგასაკიში. 2 კვირაში გავიდა სარაფანი თიმადგიზე და უი ეგი რა მომხდარა. არ დაწყვეტილა ხალხი სულ?
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დაჯდა TV პირველის ეთერში და ხალხს გვაგინა კორექტულად. აქციები თქვენი უფლებაა, მაგრამ ეს ხელის შეშლა ნოიცით თავრობისთვისო. კი თქვენ გიცავთ, მაგრამ ხელფას ისინი მიხდიანო. ვინმე მებრძოლი და მართლა სახალხო დამცველის დუყლუყი მან ჩაუსხით ამას ყავაში. ლევან შენ იყავი კარგად სანამ ჩვენ არ მოვალთ ხელისუფლებაში. ჩვენში გულისხმობ მე ნეკანა ცელაშვილი და ახალაიები. დღეისათვის სულ ეს იყო. შატილის იზოლატორში ადგილი გათავისუფლდა და რუსთაველი უნდა გადავკეტო. მადლობა.